გულის დაავადებების სამკურნალო ჩასახვის საწინააღმდეგო მიორელაქსაციური პრეპარატები, ასევე რამდენიმე სახის ვიტამინები და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, ჯამში 63 პრეპარატი. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2014 წლის 9 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სიაში გადავიდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ ფარმაკოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან კონსულტაციები და სარეკომენდაციო შეხვედრები უძღოდა. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და იგი გაგრძელდება. ნიმესილი, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები და საინექციო მედიკამენტების გამხსნელი საშუალება ლიდოკაინი. ეს ის მედიკამენტებია, რომელთა გაცემაც ურეცეპტოდ იგრძელება და რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. ფარმაკოლოგიურ კომპანიებში თვლიან, რომ მოქალაქეები ურეცეპტოდ წამალს მაშინ ყიდულობენ, როცა მედიკოსებს არ ენდობიან. ვლადიმერ მახარაძის თქმით, რადგანაც ხშირად ისეთი და იმ რაოდენობის მედიკამენტების გამოწერა ხდება, რაც პაციენტს არ სჭირდება. როგორც წესი, ექიმთან კონსულტაციაზე მისულ ავადმყოფს ექიმთან რაღაც ნაწილი ცდილობს თავს მოახვიოს უამრავი დასახელების წამალ, რომელიც მას სულაც არ ჭირდება. ეს ყველაფერი ქმნის იმ რთულ ფონს, რასაც წამლის მიმღები ადამიანი გაურბის. თორემ როგორ უნდა გასციო დიდი რისკი და ადამიანმა თავის თავს დაუნიშნო მკურნალობა, როცა სათანადო მომზადება ცოდნად გამოცდილება არ არის, ხო? ყველა წამალი არის შხამი. დოზის ოდნავი გადაცდომაც და უკვე საკმარისია, რომ რომელიმე საცოცხლო ორგანო ძალიან სერიოზულად დაზიანდეს.